ხელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ღმერთმა ჩვენს თავის დროზე ჩვენს მიცვალებულებთან ერთად აღვადგინოს მარადიული სიხარულისათვის. დღევანდელ სახარებაში ასეთი სიტყვები ეწერა დღევანდელ წაკითხულ სახარებაში, რომ უფალი ეუბნება მორწმუნე იუდეველებს, როგორც წმინდა ივანე ღვთისმეტყველი ამბობს, თუ დაადგრეთო სიტყვათან ჩემთა ზედა, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფენი ხართო და შეიცანით ჭეშმარიტებაო და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ. ჩვენ ახლა არაერთხელ მოგვისმენია თავისუფლების არაერთი გაგება და გააზრება, მაგრამ და ზოგ შემთხვევაში ადამიანი ფიქრობს, რომ ღვთისმცნებებით ცხოვრება, რაზედაც უფალი ეუბნება, რომ ჩემი სიტყვებზე დაიდექით, ჩემი სიტყვები გაითვალისწინეთ და ჩემი სიტყვებით იცხოვრეთ. ზოგჯერ ადამიანი ფიქრობს, რომ ღვთისმცნებით ცხოვრება ეს არის რთული და რაღაცა თითქოს ჩარჩოებში აქცევს ადამიანს. მაგრამ თუ დავაკვირდებით, ღვთისმცნების აღმასრულებელია სწორედ თავისუფალი. იმიტომ რომ თუ ღვთისმცნება გვეუბნება, რომ ესე იგი არ უნდა გშურდეს და არ უნდა გენანებოდეს და არ უნდა მრისხანებდე, ვინ არის თავისუფალი? ვინც მრისხანებისგან, შურისგან და სიძუნწისგან არის თავისუფალი, ის არ არის თავისუფალი და ვინც ესე იგი შურით არის შეპყრობილი და სიძუნწით მრისხანებით თუ ათასგვარი უნებით, ის არ არის მონა და უფალი ამას ამბობს, რომ რომელმაცო ცოდვა ქმნავ, ის ამ ცოდვის მონა არის. და მონა ვერ გაიმკვიდრებს უკუნისამდე, მაგრამ თუ ძე გაგათავისუფლებთო, ანუ თავის თავზე ამბობს, მაშინ ჭეშმარიტად თავისუფლები იქნებით. და ახლა რო დავაკვირდეთ ჩვენ, ესე იგი ჩვენ ჩარჩოებში გვაქცევს არა ღვთისმცნებები, არამედ სწორედ ჩვენი ვნებები, ჩვენში არსებული ვნებები. გუშინ ვკითხულობდით სხვადასხვა წმინდა ნიკოლოზ სერბის, იგავი იყო რაღაცა ასეთი, ეს დიდი წმინდანი არის, წმინდა ნიკოლოზ სერბი, ველიმიროვიჩი გვარად. ასეთი რაღაც იყო, რომ მთის წყარო იყო და პატარა ბავშვიო მივიდაო და დალიაო ეს წყაროო და მე ხა დარწმუნდა და წყალი აღარ უნდოდა და აიღო ჯოხი, თამაშობდა და აამღვრია ეს წყარო. მე რო აიმღვრა, ხა იქიდან ხო ვეღარ დალებდა და მეორე ბავშვიო თამაშობდაო, იქო კლდის წყარო იყო ზემოთო უფრო და ისიც თამაშობდაო, მაგრამ იმან ვერ აამღვრიაო, იმიტომ ის კლდეში იყო და მიწარ იყო და ვერ აამღვრიაო და რაზე იყო ახლა აქ ლაპარაკი, რომ შიგნიდან ადამიანი როგორიც არის, იმას წარმოაჩენს, სანამ ესე იგი რამე გამაღიზიანებელი არსებობს, ორივე სუფთა ჩანს. მაგრამ ერთს აამღვრევ და მეორეს ვერ აამღვრევ. ადამიანში შიგნიდან თუ არ არის მრისხანება, ვერ გააბრაზებ იმას, ეს ვერ გააღიზიან. შიგნიდან თუ არ არის სიძუნწე, არ დაენანება. და იქ იყო ეს მიწა და ტალახი და აიმღვრა, რაც ძირში იყო და კლდეში არ იყო ეს და რა უნდა ამღვრეული. და აი მისგან უნდა გავთავისუფლდეთ ზუსტად, რაც იმღვრევა. რაც ერთი შეხედვით არ ჩანს, ზედაპირზე არ ჩანს, მაგრამ ჩანს უკვე განსაცდელის ჟამს. ახლა მაგალითად აი ვინმე რო დახმარებას გთხოვს, მაშინ კი არ გაჩნდა ჩვენში ეს სიძუნწე. მან უბრალოდ იმ ჯოხით აამღვრია, როგორც პატარა ბავშვი ამღვრევს. ვიღაცამ რო რაღაცა შეიძინა თუ რაღაც წარმატებას მიაღწია, მაშინ კი არ გაჩნდა შური ჩვენში. ეს ჩვენში არსებობდა, მაგრამ აი როგორც პატარა ბავშვმა იმანაც ესე აამღვრია, იმ მოვლენამ აამღვრია ჩვენში ეს და გამოჩნდა სინამდვილეში რა იყო ჩვენში.
ну სხვა შემთხვევაში შეიძლება სიძულწეს, სხვა შემთხვევაში შეიძლება რაღაცა ანგარება და ასე შემდეგ უამრავი რამ და უფალი ამბობს რომ ვინც ცოდვა ჩაიდენსო ის ამ ცოდვის მონა არის და ჩვენ აი ქრისტიანობა ასე უნდა დავინახოთ რომ ჩვენ ეკლესიური ცხოვრება გვათავისუფლებს ნებებისაგან ნებებთან ბრძოლა არის სწორედ ეკლესიური ცხოვრება რომ ადამიანი საკუთარ თავში ხედავდეს აი ამ ნებებს და ცოდებს რომელიც ჩვენ ქრისტესგან გვაშორებს ქრისტიანობა არის ქრისტესადმი მიმსგავსება და მისი მიბაძვა და იმაში რაშიც ჩვენ ქრისტეს ვერ ვბაძავთ ვერ მსგავსებით აი ეს უნდა იყოს ჩვენთვის სანანებელი და ადამიანი მარტო აი ახლა მაგალითად აქ ორ კვირაში ერთხელ არის წირო ორ კვირაში ერთხელ კი არ უნდა ნანოვდეს ადამიანი ცოდვას და ახსარებას ამოვდეს არამედ ყოველდღიურად უნდა ფიქრობდეს იმაზე რომ მე რითი ვერ ვემსგავსები ქრისტეს რა მიშლის მე ხელს იმაში რომ მე ქრისტეს ვემსგავსებოდი ის კი არა მარტო სოფელში ოდესაც მოძღვარი მოდის მაშინ ფიქრობდე და სანამ სახლიდან ტაძარში მოხვალ მაშინ ფიქრობდე რა უნდა თქვა ახსარებაში ეგ არც იქნება სრულყოფილი ახსარება სრულყოფილი შეიძლება არც იმ შემთხვევაში იყოს ყოველდღიურად რო ფიქრობდე მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენი მცდელობა მაინც აქეთკენ უნდა იყოს მიმართული რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ ვფიქრობდეთ რამდენად ცხოვრობთ ღვთისმცნების შესაბამისად და უნდა ვფიქრობდეთ რამდენად მიესადაგება ჩემი ყოველდღიური ყოფა სახარებისეულ მცნებებს და რაში ჩვენ ვერ ვემსგავსებით უფალს და რაში ჩვენ ვერ ვასრულებთ მის სიტყვას ამას კი არ უნდა ვნანობდეთ ორი კვირის მერე რომ მღვდელი მოდის სოფელში არამედ იმ წუთში უნდა იყოს ჩვენში განცდა სინანულის იმ წუთში უნდა ვთხოვდეთ უფალს რომ უფალო შენ შემეწიე შენ შემინდა შეწოდება როგორ ვამბობ ზიარების წინა ლოცვაში რომ ჩვენ ვითარცა კაცთა შეგცოდეთ ხოლო შენ ვითარცა ღმერთხარ შეგვინდეო ან ჩვენ უნდა ვთქვათ რომ ჩვენ ადამიანები ვართ და ვცოდავთ უფალო გვაპატია ეს ცოდა და მოგვეცი ძალა რომ აღარ შევცოდოთ ძალიან ცდება ხოლმე ადამიანი როდესაც პირობას დებს რომ ამა თუ იმ ცოდვას აღარ ჩავიდნენ ჩვენ არა გვაქვს მაგისი ძალა რომ ესა თუ ის ცოდვა არ ჩავიდინოთ მაგის ძალა რო გქონდეს ის პირობა აღარც იქნება საჭირო ისედაც აღარ ჩავიდენით იმ პირობას თითქოს იმიტომ ვდებთ რომ რაღაც აი ჩვენ თავს კიდე ზღვარი დაუდოთ რომ აი ამის გამო ამ პირობის გამო მაინც ვეცადოთ მაგრამ როგორც არ უნდა ეცადოთ ადამიანში თუ ეს ძალა არ არის ვერ შეძლებ მას არამედ ღვთისგან უნდა ითხოვ ძალა ნებისმიერი ცოდვის დასაძლევად ესე იგი ზოგჯერ შეიძლება მაშინვე არ დაიძლიოს ეს ცოდვა და დარჩეს ჩვენში რაღაცა ეს მიდრეკილება მაგრამ რაც უფრო ხშირად ნანობს ადამიანი და ახსარებაში ამბობს რაც უფრო ხშირად ეზიარება მით უფრო მალე განიკურნება და განიწმინდება ადამიანი და რაც უფრო არ ამართლებს საკუთარ თავს მით უფრო მალე მოხდება ეს და თუ ადამიანი საკუთარ თავში რაიმე ცოდვას ამართლებს ნებისმიერი ვითარების მოფიქრებით რომ აი ამიტომ მოხდა ეს იმიტომ მოხდა მნიშვნელობა არ აქვს რატომ მოხდა თავარია რომ ეს ჩვენში არსებობს და თუ ადამიანი არ იმართლებს თავს არამედ ნანობს თითოეული ცოდვის გამო მაშინ ის უფრო ადვილად განიკურნება და ესე იგი ასეთი ცოდვილი ჯობია ისეთ მართავს რომელსაც შეიძლება უფრო ნაკლები ცოდვა ჰქონდეს და მეზარისა და ფარისევლის იგავი სხვა არაფერი არ არის კი ფარისეველი თითქოს წარმოჩნდა როგორც კარგი ადამიანი მეზარე როგორც უკიდურესად ცუდი მაგრამ რა თქვა უფალმა მეზარე უფრო გამართლებული გამოვიდა არ დაიწვათ უკან სანთეს მეზარე უფრო გამართლებული გამოვიდა ტაძრიდან იმიტომ რომ ის ნანობდა თავის ცოდვას და ეს არის ჩვენი გადარჩენის გზაც ესე იგი და ზოგჯერ მოხდება ისე რომ ადამიანი დიდი ხნით აღარ ამბობს ახსარებას დიდი ხნით მიატოვებს ლოცვას მიატოვებს მარხვას წმინდა წერილის კითხვას მიატოვებს და ჩვენ სამწუხაროდ
მაინც თავს ვინ უგეშებთ, რომ აი ეკლესიურად ცხოვრობთ. და ეგ არასწორი განწყობა არის. პირიქით, ყოველთვის იმას უნდა ვფიქრობდეთ, ნახეთ სახარებისეული ჭაბუკი, მდიდარი ჭაბუკი, რომელიც მაცხოვართან მიდის, ასეუბნება, რომ მეო ეს მცნებებიო, ყველაფერი დავიცავიო და რაღა მაკლიაო, რა გავაკეთო. ნახეთ ამ ჭაბუკის განწყობა როგორია, ჯერ ეკითხება რა გავაკეთო, რომ ვცხონდე და როგორც ჩანს ეს ჭაბუკი ცდილობს, რომ ყველაფერი აკეთოს და კიდე რაღა მაკლიაო. აი ეს განწყობა, ეს განცდა ყოველთვის უნდა ნარჩუნდებოდეს ადამიანში. ის კი არა, რომ აი ჩვენ ამას და ამას ხო ვაკეთებ და მორჩა, საკმარისია ესე. იგი ჩვენ უკვე გადავრჩებით. გადარჩენის და ცხონების იმედი თავისთავად ქრისტიანს უნდა ჰქონდეს. მაგრამ აი ეს კითხვის ნიშანი არასდროს არ უნდა გაქრეს, რომ კიდე რაღა მაკლია, იქნება არ არის ეს საკმარისი, რასაც მე ვაკეთებ. და რომელიც ჩვენგანი იტყვის, რომ საკმარისია, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ან რა არის საკმარისი, რას ვაკეთებთ? უფალი რას ამბობს სახარებაში, რომ ყველაფერიც რომ გააკეთოთო, თქვით, რომ მონანი ვართ, უხმარნი, ანუ გამოუსადეგარი მსახურები ვართ, რაც გვევალებოდა ის გავაკეთეთო და ჯერ რომელიც ჩვენგან იტყვის, რომ რაც გვევალებოდა ყველაფერი გავაკეთეთ, ან ჩვენ როგორც ქრისტიანებს, რაც გვევალება ყველაფერი გავაკეთეთ და ესეც რომ მოხდესო, მაინც არ აიმაღლო თავი და არ თქვა, რომ რაღაცა განსაკუთრებულად გააკეთე. და აი ეს განწყობა იფარავს ადამიანს ამ პარტავნებისაგან. იმიტომ რომ თუ ადამიანი ყველაფერს აკეთებს, მაგრამ ამ პარტავნებაში ვარდება, დაღუპულია მთელი მისი ღვაწლი. ამ პარტავნება ღუპავს მთელ მის ღვაწლს და პატივმოყარება, რომ ვიღაცამ დაინახოს რაღაცას აკეთებს. რა იცავს ღვაწლს? ღვაწლს იცავს სიმდაბლე, რომ დაფარო შენი თუ რამე გაკეთებულა შენი ხელით. აი მაგალითად ახლა ჩვენ რომ დავუშვათ სიმინდს და ლობიოს ვთესავთ, იმას მიწას მივაყრით, რომ ამოვიდეს, აღმოცენდეს. ახლა ჩვენ თუ იმას ღიას დავტოვებთ, რომ მეზობელმა თქვას, რომ აჰა დაუთესიაო, რა მოხდება? არაფერიც არ მოხდება. ან ჩიტები აკენკავენ და ამზე გავაფუჭებს და მორჩება. აღარ ამოვა. და ცოდვას კიდე პირიქით, ესე იგი. ცოდვას კარგად დაუბუდნით ხოლმე, რომ არ გამოჩნდეს. და აი რასაც კარგად დაუბუდნით, სწორედ ის იდგამს მერე ფესვებს. და აღმოცენდება და ცოდვა მრავლდება. პირიქით უნდა იყოს, ცოდვა უნდა ამოძირკო და სააშკარაოზე გამოიტანო, მზის გულზე გამოიტანო, ის რაღაცა, რასაც ამოძირკო, რომ გახმეს და მოშორდეს და თესლი კეთილი უნდა ჩათესო სიღრმეში, რომ კარგად გაღვიდეს და აღმოცენდეს. ჩვენ სამწუხაროდ პირიქით ვაკეთებთ ჩვენს სიკეთეებს, ესე მზის გულზე გამოვფერთ და მერე ხმება და იქიდან აღარაფერი აღარ რჩება. ცოდვას კიდე კარგად ჩავთესავ და იქ კიდე მრავალ ნაყოფს გამოიღებს ხოლმე ცუდს. რასაც დათესავს ადამიანი, ის ექნება. და ყველაზე კარგად კიდევ აი ეს მღრიე წყალი, რაზეც თავში ვამბობდით, არ ჩანს გარეთ, ის ჩანს ჩვენს ოჯახებში. როგორიც ჩვენ ვართ ოჯახებში, აი ისეთი ვართ რეალობასთან მიახლოებული. როგორც ახლა ჩვენ გარეთ ჩანვართ ერთმანეთის წინაშე, ეგეთები არა ვართ ჩვენ სინამდვილეში. უფრო ისეთები ვართ, როგორებიც სახში ვართ ოჯახის წევრებთან. აი, შეიძლება ვთქვათ ისეთები არა, კიდე არ ჩანს, მაგრამ ყველაზე კარგად ქრისტიანის სახე ჩანს თავის ოჯახში. იმიტომ რომ იქ ნიღბები ძნელია, რომ გაიგეთო და არ არსებობს ნიღბები. აი, რატო არის ხოლმე მაგალითად, რომ აი საპატიმროში ადამიანები ერთმანეთს ზედმიწევნით კარგად იცნობენ. იმიტომ რომ იქ სულ ერთად არიან, იქ შეუძლებელია კიდე რაღაცა ნიღაბი რომ შეგჭეს ადამიანს. გარეთ კი ერთხელ და ორჯერ რო ხედავს ადამიანი, იქ იოლია რაღაცა თავი მოაჩვენა, რომ ერთობ რაღაცას წარმოადგენს. და ყველაზე მეტად კიდე ღვთის წინაშე ადამიანი სრულიად უნიღბოთ. რომ გამორიცხულია იქ რამე, იმიტომ ზედმიწევნით იცის, სანამ დაიბადებოდა ადამიანი, იქამდეც კი იცნობდა იმ ადამიანს და რა უნდა მოატყუო, რა უნდა გააკეთო. ისე ვერ მოატყუებ ადამიანის საკუთარ სინდისს. შეიძლება ჩვენ მცდელობები გქონდეს საამისოდ და კიდევაც დავიჯეროთ, რომ მოვატყუეთ სინდისი, მაგრამ
როგორც ორლესული მახვილია, ესე არისო სინდისი და ყველაზე უმნიშვნელო და ძალიან შეიგი მცირე სულის მოძრაობებამდეც კი სწდება ეს სინდისის მახვილი და იქ ვერ მოატყუებ. თუ არა და აბა გავიხსენოთ, შეიძლება მოხდარა კიდეც რომ გვიცდია რომ მოდი ის სხვანაირად წარმოვიდგინოთ რო არის, მაგრამ არ ხდება. სინდისის წინაშე იქ გარიგებები არ არსებობს. იქ ერთადერთია რომ შენდობა ითხოვ და თქვა რომ მე აქ შევწოდე და დავაშავე, შემეშალე. და არ იმართლო მის წინაშე თავი არ მოხდება, ის არასდროს თავზე ხელს არ გადაგისვამს და თუ შენდობას არ ითხოვ. და წმინდა მამები ბრძანებენ რომ რასაც სინდისი გეუბნევად და გამხილებს, იგივეს უნდა მოელოდე ღვთისგან, როდესაც მის წინაშე წარდგები. ამიტომ უფალი რას გეუბნება სახარებაში, რომ სანამ შენ სინდისთან ერთად იქ წინა მოსაჯული წერია, მოწინააღმდეგე გზაზედ გახარ და სასამართლოში მიდიხარო, შეურიგდიო შენს მოწინააღმდეგეს, ანუ შენ სინდი შეურიგდი როგორ? შენდობა ითხოვ. იმიტომ რომ არ მიგიყვანოს იქ და არ გადაგცეს მოსამართლემ არ გადაგცეს, შეიგი შენ დამსჯელს და იქ მარადიულად საპყრობილეში აღმოჩნდება. შერვაი ადამიანი სანამ როგორც იტყვიან პირში სული უდგას, უნდა სინდისთან დამოყრებული იყოს და აქ ერთადერთი გზაა სინდისთან დამოყრების. შენდობა ითხოვო და ეცადო რომ ის აღარ გააკეთო, ის გამოც გამხილებდა. ერთად ალოცილი და გახარებულები გავყოფოთ. ქრისტე აღსა.